შემომტენა ინგა შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერი ასია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუბედურება სკოლის ამზადის ცეთო მზითვები. მაჩვენი. მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ ქეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო თბილისის მოსწავლეთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ 40%-იანი ქეშბექი გექნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით საკანცელარო ნივთებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე თუ დედას მივყავარ ხოლმე. რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამაგიჟო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი, ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფერადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5 ლარიანი, ესენი 18. აიღე ეს 5 ლარიანი. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია, ქეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 ლარია მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით ქეშბექი, მაგრამ სტუდენტებს მე კიდე ძალზე უიქნება. 6-7 სექტემბერს 150 ლარიანი ლიმიტი ისევ 40%-იანი ქეშბექით. ხო ინგა. ანასტასია, მათემატიკის როული არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია, ნახე, ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩიე ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, ეგენი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო ქეშბექი დღეს. დიახ არის, პარკი გნებავთ? კი გნებავს.